არავითარ შემთხვევაში არ არის დიდი ტრაგედია იმაში, რომ საქართველოს ესპანეთის ბილეთები ნაწილი ვერ იყიდება. არ არის ყველაფერზე დიდი პანიკის ატეხვა საჭირო. პროფესორო, დამიჯერე ასე. ხო, ჩვენ ყველაფერი როგორც გვისწორდება, ისე გვინდა გავიგოთ და ასე როგორ შეიძლება? შენ თუ ამ ყველაფერში არ მეთანხმები, მოდი მაშინ გამეცი ერთ შეკითხვაზე პასუხი. კარგი? რატომ მოხსენით ჩვენ დაასწრების რეკორდი 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა? კი, ჩვენ რეკორდი მოხსენით დაასწრების მხრივ. და ახლა რატომ არ აყვირდი? არ არის გაყიდული საქართველოს გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ბილეთები. კი, დარჩენილია მიბრძანდი, რამდენიც გინდა იმდენი შეიძინე. ანუ იმათ თუ თხოვ ეროვნული ნაკრების თამაშებზე მოსვლას და ის ბილეთები რატო დარჩაო, კაცო, აქამდე 20 წუთში იყიდებოდაო. ამას რატო არ თხოვ? ამან ხო რეკორდი მოხსნა 2023 წელს. ჩვენ როგორც გაგვისწორდება, ისევ ჭიკჭიკებთ, ასე. ხო, ასე არ არის გენაცვალე. რაღაცას რომ აშავებ, უნდა გამოხვიდე და თქვა. მე მაგალითად არ მწხვენია, შემიძლია გამოვიდე და ამაზე ვისაუბრო. ვიღაცა შეიძლება ეროვნული ნაკრების თამაშებზე სიარული არ მოუნდეს ნაწილობრივ, ხო? ამას შენ ვერავის ვერ დააძალებ. ერთ თითს ვერ გაიშვერ, შენ 20 წუთში ყიდულობდიო ბილეთსო და ეხლა რატო არ ყიდულობო? დააძალებ? მატჩის ინტერესიდან გამომდინარე გულშემატკივარმა ჩათვალა, რომ ეს ბილეთები არ უნდა შეეძინა. კი, აი ამ თამაშზეა საუბარი, საქართველოს ესპანეთი. არ არის აქ დიდი ტრაგედია მომხდარი, დაახლოებით 4500 ბილეთი დარჩენილია. იმას კი არ ლაპარაკობ, რომ გაიყიდა ამდენი ბილეთი და ის დარჩა რაღაცა პროცენტულად. მიდი, იმაზე ილაპარაკე, მაინც რამდენი მიდის მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ხო შეგიძლია? მაგრამ არა, შენ ხო დადებით ვერაფერს ვერ ილაპარაკებ. შეგიძლია ყველაფერი აკრიფო, რაღაცა ნეგატიური ინფორმაცია. ასე არ შეიძლება, პროფესორო. არ იქნება შენი გამოსწორება. არა. კუნდე უფრო გათხოვდება, ვიდრე შენი გამოსწორება იქნება. კი. პატივცემულო პროფესორო, არ არის აუცილებელი, რომ ამ ყველაფერშიც მე დამეთანხმო. უბრალოდ, თუ არ მეთანხმები, შეგიძლია დამიწერო კომენტარი რატომ, რისთვის და რა მიზეზით. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდით. სულ მალე, ძალიან მალე, აი ეს მაისური უნდა გავათამაშო შენთვის. საერთოდ არაფერი არ მიდის შენი. მოდი, უბრალოდ გამოიწერე გვერდით.